მე ვარ თეიმურაზ ბოკელაოძე, მამულენა სარწმუნოების პარტიიდან წარდგენილი თბილისის მერობაზე. ერთი რიგით ჯარისკაცი ვარ ჩემი ქვეყნის, მართლმადიდებელი ქრისტიანი, ეროვნებით ქართველი. პირველში იმას ვიტყვი, რომ ჩემი ქვეყანა და ქალაქი ძალიან მიყვარს რა. და ვფიქრობ, ძალიან კარგია რა თქმა უნდა სკვერები. ქვეყანაში იცის თავს იწორებს, მოქმედი მერი 2500-ზე მეტი სკვერი გავაკეთებ, მაგრამ მე ვკითხო მაგ ასეთი, რა გვინდა ეს სკვერები, ამდენი თუ შობადობა არ წახალის და ქვეყანაში და ბავშვები არ აღარიყვნენ. მომავალი თაობის წარმომადგენლები ქვეყანაში დან მიდიან. საზოგადოებრივ ამდენი ემიგრანტი ყავს. ამავდროულად 810,000 პენსიონერი ყავს, რომელსაც ჩვენი მზრუნველობა სჭირდება და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პროექტი და ინიციატივა მაქვს, რომ ასე ვთქვათ, თბილისის მერის დაქვემდებარებაში გავხსნა სააფთიაქო ქსელი, სადაც ყოველგვარი მოგების გარშე გაიყიდება წამონები. პირველი ის, რომ ვიქნებოდი ერთადერთი ადამიანი მოქმედი პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც ყოველთვის ჩემი ერის მხარეზე ვიქნები. მთავარი რაც არის ამავდროულად ვიქნები სამართლიანი ყველგან, მოგეხსენებათ სამართალზე ვსწავლობდი და უმნიშვნელოვანესია უსამართლო ქვეყანაში, შესაძაც ამდენ უსამართლობას ვხედავთ, ვიყოთ სამართლიანები. და ამავდროულად მე ვიქნები ის ადამიანი, კი, თბილისის მერად წოდებული, მაგრამ საქართველოს მასშტაბით სადაც არ უნდა დავჭირდე, ჩემ ერს ყველგან უნდა ვიყო. რაც შემიძლია თქვა მორალური უპირატესობა მაქვს აბსოლუტურად ყოველ მათგანზე. იქიდან გამომდინარე, რომ არავის ხელის ბიჭი არა ვარ, პირდაპირ ნიშნავთ ვიტყვი, არც არავის პრომო ბიჭუნა არა ვარ და ერთადერთი რავი კონკრეტულად ვინც ითვლება ის არის კახი კალაძე, რომელსაც აბსოლუტურად ყველა სატელევიზიო ეთერი აქვს, აბსოლუტურად ყველა ფინანსური მხარდაჭერა აქვს და ეს არის კონკურენტად არის მხოლოდ ეგ. ძალიან ბევრ ამაში ვჯობიორ, თუნდაც იმაში, რომ ჩემი ერის მხარეზე ვიყავი მთელი ამ წლების მანძილზე და მე ძალიან კარგად ვხედავდი თუ რამხელა უსამართლობა იყო. თუნდაც სექტემბერში არავის არ აქვს გაგებული, როგორც მე ვიცი და ჩემ პირველია, რომ წინასაარჩევნოდ გადმოიტანა თბილისობა, მეტი პიარის აქვს. ამავდროულად 3000-ზე მეტ ოჯახს, როგორც ვიცი, დაუკანონო რომ მიწები და ბინები. ეს წინასაარჩევნო მოსყიდვა თუნდაც ამავდროულად. და მე ზუსტად ვიცი ის, რომ ყველაფერს გავხსნებ ჩემი ერის უკეთესი კეთილდღეობისათვის. თუ მათი თავარი სათქმელი ის არის, რომ მეტი სიკეთე, უფრო მეტ სიკეთესაც გავაკეთებთ. იცით რატომ? იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი, უამრავ სამსახურში მიმუშავია და რა სჭირდება ჩემი ერს და მშრომელ ადამიანს პირველ რიგში. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არასდროს არ არის. არც ერთ ქვეყანაში, ამას პირდაპირ ვიტყვი. მაგრამ მე იმის იმჯერა, რომ ღმერთი არის ჩვენთან და საზოგადოების გონიერებით ჩვენ იმაზე მეტ შევძლებთ, ვიდრე ეს რომელიმე სახელმწიფო ძალას გონია. ჩემი პირადი აზრით, რავი, სამართლიანები უნდა ვიყოთ პირადად ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ვიყოთ ყოველმა ჩვენთანგან, ჩვენს ქალაქზე და ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს თუნდაც მეგობრებზე და აქედან გამომდინარე ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭირო არის ჩვენ უკეთეს მომავალისთვის. ჩემი თავარი სათქმელი იქნება მხოლოდ ის, რომ უნდა ვიყო სამართლიანი. ჩემი ერის მხარეზე და ერთადერთი რაზეც პრეტენზია მაქვს, არის უფლის ჯარისკაცობა. ამიტომაც დამიჭერეთ მხარი. დამიჭერეთ იმაზე მეც გავაკეთებ, ვიდრე თუნდაც ისენი ამბობენ. იმიტომ მე ვიცი რა სჭირდება ჩემი ერის უმეტეს ნაწილს.